გამარჯობა, ჩემო კარგებო, მე მგონი უკვე ეთერში ვართ. დროს ვიხელთებ და მინდა რომ თქვენს შეკითხვებს უპასუხო, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალური არის და ძალიან ბევრი ქალბატონი და გოგონა წერს იმის შესახებ, რომ განქორწინების შემდეგ, ასე ვთქვათ, ან თუნდაც თანაცხოვრების პერიოდში მათი მეუღლეები, ანუ მამაკაცები, ბავშვებს ასე ვთქვათ, ექცევიან ძალიან ცუდად. რაში გამოიხატება ეს ცუდად მოქცევა? ეს ჩემი შეფასებაა, რომ ცუდად იქცევიან, მაგრამ გამოიხატება იმაში, რომ ისინი ბავშვებს მოუწოდებენ, რომ უნდა იყვნენ დაუნდობელები, უნდა იყვნენ აგრესიულები, რომ ვთქვათ, აი ერთი ქალბატონი მელაპარაკა რამდენიმე დღის წინ და მითხრა, რომ ორი ბიჭი მყავს და რომლებსაც მამა ჩემს წინააღმდეგ ამხედრებს, ეუბნება, რომ მე ვარ არასწორი ცხოვრებით მცხოვრები ქალი, რომ მე ჩემი შვილები არ მიყვარს, რომ მე როგორც იციან მოკლედ, ეხლა ჩემგან არ გჭირდებათ ამისი სწავლება, როგორც ხდება ხოლმე და შესაბამისად, სწორედ ამის გამო, ასე ვთქვათ, ეს ქალი ფაქტობრივად შვილებს კარგავს, იმიტომ რომ შვილებს აქვს ძალიან ცივი და დისტანციური ურთიერთობა, მის მიუხედავად, რომ ბავშვები იზრდებიან დედის ოჯახში და ამ ეტაპზე არა დედის გვერდით, თუმცა დედის ოჯახში. საშინელ გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა, ბავშვებზე, მამის, განსაკუთრებით ბიჭებზე, მამის ამდაგვარი შენიშვნები, მამის ამდაგვარი მოწოდებები, რომ ისინი უნდა იყვნენ ვაჟკაცურები, მამაკაცურები, რომ არ უნდა იტირონ, რომ ასე უნდა მოიქცნენ, ან ისე უნდა მოიქცნენ და ავიწყდებათ სამწუხაროდ მამებს, რომ თავიანთი შვილები არიან არა მარტო კაცები, არამედ ადამიანებიც და ადამიანური თვისებები უფრო მეტად მისაღები არის საზოგადოებისთვის და მათთვის, რომ გამოუმუშავდეთ, ვიდრე ის აგრესია და ვიდრე ის სულ თავდაცვაზე ორიენტირებული ყოფნა, რადგან ყურეთ რაში არის საქმე, სწორედ ასეთი კაცების დიან მერე ისევ მსგავსი ტიპის კაცებს მოძალადეებს, სწორედ ასეთი კაცები ასწავლიან თავის შვილებს, რომ დიახაც ცოლი უნდა სცემო, დიახაც ცოლი უნდა, არ ვიცი, გამოკეტო და ასე შემდეგ, როგორც ექცეო და სამწუხაროდ ის კაცი სწორედ თავის ცოლს ძალიან ცუდად და უკიდურეს შემთხვევამდე სანამ არ მივიდა ეს ძალადობის შემთხვევა იქამდე ვერ მოახერხა ამ გოგომ თავის დაღწევა ამ ურთიერთობიდან და ეხლა სამწუხაროდ ორი შვილი ყავს აბსოლუტურად თავის გავლენის ქვეშ ამ კაცს და მანიპულირებს ამ შვილებით, რომ სწორედაც რომ ასე არის საჭირო და სწორედაც რომ ასე უნდა იცხოვროს ნამდვილმა ქართველმა მამაკაცმა. ნამდვილო ქართველ მამაკაცებო. მე როგორც ერთი რიგითი ადამიანი, ქალი და ასევე როგორც ფსიქოლოგი, ბავშვების, ქალების და კაცების, მათ შორის მუშაობ პროგრამაში თვითონ ძალადობის ჩამდენ პირებთან, მოგიწოდებთ, რომ დაუფიქრდეთ თქვენს ქცევებს. დაუფიქრდეთ, რაში იყენებთ თქვენს მუსკულარულ ძლიერ ღმერთისგან ბოძებულ ძალას. დაუფიქრდეთ იმას, რომ ეს არის ის, რაც გინდათ. ამის გამო უნდა იცხოვროთ? ბედნიერები ხართ ასეთი ცხოვრებით? ეს არის ის, რაც გინდათ, რომ თქვენმა, ასე ვთქვათ, გარშემოყოფება ეს იქნებიან ქალები, ეს იქნებიან ბავშვები თუ სხვა ვინმე, იგრძნოთ თქვენი ძალა. ასე გინდათ, რომ თქვენი ძალის დემონსტრირება მოახდინოთ? ვიცი, რომ ძალიან რთული არის, როცა ვთქვათ, იგივე ტიპის ოჯახში ხარ გაზრდილი, ვიცი, რომ ძალიან რთული არის, როდესაც სხვანაირად არ იცი, როგორ მოიქცე უბრალოდ, მაგრამ სხვანაირად მოქცევის ძალიან ბევრი საშუალება არსებობს. ძალიან ბევრი საშუალება არსებობს და მოგიწოდებთ, რომ გაიგოთ მათი არსი, მოგიწოდებთ, რომ ისწავლოთ, როგორ უნდა მოიქცეთ
ქალებთან და ბავშვებთან, ისედაც თქვენი დანგრეული და გაუბედურებული ცხოვრება, სწორედ ასე ვიტყოდი ასეთ კაცებზე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრი ძალადობის ჩამდენი პირი, ძალიან დიდი თანამდებობის პირი იყოს, მაგრამ ადამიანური თვალსაზრისით არანაირი ღირებული მათ არ გააჩნიათ, იმიტომ რომ თვითონ შინაგანად არიან ყოველთვის ძალიან უბედურები, თვითონ შინაგანად არიან ყოველთვის დაჩაგრულები, ეშინიათ. ქალებო, იცოდეთ, რომ ასეთ მამაკაცებს ყოველთვის ეშინიათ. ეშინიათ იმისი, რომ თავის ძალის და თავისი საკუთარი თავის დემონსტრირება სხვაგვარად ვერ მოახერხებენ და სწორედ ამიტომ ძალადობენ თქვენზე. სწორედ ამიტომ მოუწოდებენ თქვენ შვილებს, რომ იყვნენ მოძალადეები ისინიც. და ქალებს ასევე მინდა მივცე ერთი რჩევა, რომ რაც უფრო მეტ შიშს დაანახებთ ასეთი ტიპის კაცებს, რაც უფრო მეტად უკან დაიხევთ, რაც უფრო მეტად დაემორჩილებით, მით უფრო მეტად გაძლიერდებიან ისინი, იმიტომ რომ ისინი არიან ძალიან შიშარები და მათ სწორედ შიში ასულდგმულებს, ასე ვთქვათ. თქვენი შიში უფრო მეტად აძლიერებს მათ, მაგრამ რამდენჯერმე თუ ძალიან ძლიერად დაუდგებით, თუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ თქვენ ამას არ უნდა შეეგუოთ და არ შეეგუებით, დამიჯერეთ, რომ ასეთი მამაკაცები, მით უმეტეს, რომ ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია, რომ კანონი უფრო და უფრო მკაცრდება, რომ კიდევ უფრო რამდენიმე თვის წინ კიდევ უფრო გამკაცრდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართ კანონი და თქვენ შეგიძლიათ, რომ დაიცვათ თქვენი უფლებები. თქვენ შეიძლება ფიზიკურად არ შეგეძლოთ ეს, მაგრამ თქვენ გაძლევთ სახელმწიფო, თქვენ გაძლევთ კანონი ამის საშუალებას, თქვენ გაძლევთ უამრავი ადამიანი ამის საშუალებას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ორგანიზაცია და ძალიან ბევრი ადამიანი ჩემი ჩათვლით მუშაობს სწორედ ამ საკითხებზე, პრევენციაზე, ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაზე და შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ რომ იყოთ კარგად, უბრალოდ ეს თქვენ უნდა მოინდომოთ. უნდა მოინდომოთ იმით, რომ აღარ უნდა გეშინოდეთ, აღარ უნდა დაემორჩილოთ და უნდა გადაწყვიტოთ, როგორი ცხოვრება გსურთ თქვენ. ხო, კაცებს მოუწოდებ, სწორედ ასეთ კაცებს მოუწოდებ, რომ ძალიან გთხოვთ. ჩემი თხოვნა იქნება დღესდღეობით პენტენციალურ დაწესებულების 80% დაკავებულია სწორედ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ჩამდენი პირებით. მოგიწოდებთ, რომ გაიუბედურებთ უარესად ცხოვრებას, გაიარეთ ფსიქოსოციალურ რეაბილიტაცია, ეს პროგრამები დაწყებული არის, ძალიან ბევრი ორგანიზაცია შეგიძლიათ, რომ მიმართოთ ამ კუთხით, ძალიან მაგარ შედეგებს მიიღებთ, იმიტომ რომ ეს შედეგები უკვე არსებობს ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ევროპიდან, ამერიკიდან, შედეგები არსებობს, ეს არ არის თქვენი განაჩენი, რომ იყოთ მოძალადეები. არ არის თქვენი განაჩენი, ეს არის არჩევანი, რომ იყოთ, იმიტომ რომ სხვანაირად არ იცით როგორ მოიქცეთ. კიდევ აი ესე შემიძლია ძალიან რბილად და აი გამგებიანად გითხრათ ეს, რომ ნამდვილად ვიცი, რომ არ იცით სხვანაირად როგორ უნდა მოიქცეთ, იმიტომ რომ რო იცოდეთ რა მაგარია, როდესაც შენი სიმშვიდით, შენი კარგი ქცევებით და შენი პატივისცემით ადამიანების მიმართ და მიმღებლობით ადამიანების მიმართ იღებ პატივისცემას სხვა ადამიანებისგან, ნამდვილად არ გენდომებოდათ, რომ ძალადობის ჩამდენი პირი ყოფილიყავით და ამ კუთხით მიგეღოთ თქვენი წილი, არ ვიცი, ყურადღება და სიმშვიდე ცხოვრებაში. მით უმეტეს, რომ არც ერთი ადამიანი, ძალადობის ჩამდენი ადამიანი არ არის მშვიდად და არ აქვს ჰარმონიული ცხოვრება. ვერ ექნება ფიზიკურად, იმიტომ რომ მის სულში სულ შიშია, სულ ბობოქრობს, სულ შფოთავს, სულ რაღაცის ეშინია, სულ მოკლედ, აღარ გავაგრძელებ ძალიან ბევრს. ძალიან მინდა რომ ეს ვიდეო გაუზიაროთ ჯგუფებში, მეგობრებს, მესენჯერებში, არ ვიცი, ვისაც სჭირდება თქვენს გარშემო, თქვენ უკეთესად იცით ამის შესახებ და ძალიან მინდა რომ გავიაზროთ ყველამ, რომ ძალადობა არ ქმნის არც სიყვარულს, არც შიში არ ქმნის სიყვარულს, სიყვარულს ქმნის პატივისცემა, სიყვარულს ქმნის კომფორტი, სიყვარულს ქმნის ურთიერთგაგება და ძალადობას მივყავართ იმ დონეზე, რომ ბოლოს აღმოჩნდებით პენტენციალურ დაწესებულებებში და მოგვიწევს იქ ვიწვნიოთ თუ რა არის და რა რთული არის თურმე, როდესაც
ჩემზე მაგარია ვიღაცა და ჩემზე ძალადობს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი სახის დაწესებულებებში არ ინდობენ ქალზე მოძალადე ადამიანებს. წარმატებებს გისურვებთ, თუ თქვენი შეკითხვები მომწერეთ. და მე მაქსიმალურად შევეცდები, რომ გაგცეთ ხოლმე პასუხი, როდესაც ესეთი საჭიროებო საკითხები არის და მასშტაბური საკითხები არის, ესეთი ვიდეო ჩართვების სახით. გაუზიარეთ ეს მეგობრებს და გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას, სიმშვიდეს და ჰარმონიულ ურთიერთობებს და ცხოვრებას, იმიტომ რომ ამაშია ბედნიერება და ამაში არის ჩვენი ყოფის და ცხოვრების აზრი. ნუ მოითმეთ და ნუ შეეგუებით ძალადობას ნურც თქვენს თავზე და თუ მეტეს ნურც ბავშვებზე, იმიტომ რომ ბავშვების მთელი ცხოვრება ფაქტიურად არის თქვენს ხელში, თქვენი მეუღლეების თუ ყოფილი მეუღლეების ხელში და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ეს საკითხები გადაჭრათ და მოაგვაროთ მშვიდად და სიმშვიდით. თუ არ ყოფნით ამისი ძალა და გამოცდილება და ცოდნა, მიმართეთ შესაბამის პროფესიონალებს, დაწესებულებებს, ძალიან ბევრი უფასოც არის, ძალიან ბევრი ფასიანიც არის, უფრო მეტი დაკვალიანება და კონკრეტული დაკვალიანება თუ ვინმეს გჭირდებათ, მომწერეთ პირად შეტყობინებებში და სიამოვნებით დაგაკვალიანებთ ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც და ბავშვების თვალსაზრისითაც. დროებით.